ეს რა მოგრეხილი ქუჩები ამოვიარე. ჩვენი თბილისის ისტორიაც ასე მოგრეხილი არ არის. ეხლა ეს არქიტექტურა მიგრეხილია, მაგრამ არის. მაგრამ ლამაზია. Привет, ლამაზაჯან. გაუმარჯოს. ეხლა ამ კაცმა სამი სიტყვა მითხრა. Привет რუსულად. ლამაზ ქართულად. ჯან სპარსულად. თვითონ სომეხია. აი ეს არის ჩვენი თბილისი. აი იმ დროს თათრები და სომხები დანასისლად რომ იყვნენ ერთმანეთზე გადაგიდებული. თბილისში მაშინ ყველა მაჰმადიანს თათარს ეძახდნენ. აი ამ ადგილას თბილისელებმა სახრჩობელა აღმართეს და ზედ დააწერეს. აი ამ სახრჩობელაზე ჩამოახშობთ ყველა იმ თათარს, ვინც სომხის სისს დაღლისო. და იმ სომეხსაც აქ ჩამოახშობთ, ვინც თათარზე ხელს აღმართავს. მე ორი სიტყვა ეწერა, მორჩა და გათავდა. აი, თბილისი კავკასიაში ერთადერთი ქალაქი იყო, სადაც ეთნიკური შუღლის ნიადაგზე სისხლი არ დაღვრება. ამიტომ ვამბობთ, თბილისი ყველაზე დიდი რეჟისორი ყოფილა. ოდესღაც უცხოელმა მოგზაურებმა თბილისს სიხარულის სახლი უწოდეს. სახლი სიხარულისა. That's one of them.